მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მე ინტერნეტში ისეთ ვიდეოს გადავაწყდი, რომ არავის არ მოეწონება ეს რაღაც რაც იქ ვნახე. ანუ იყო ესეთი რაღაც ცდა ჩაატარეს ცხელ წყლის ორთქლზე, დადეს ეს პირბადე, ახალი პირბადე და იქიდან რაღაც შავი ფერის მატერიალი იყო თუ ეს ცოცხალი ორგანიზმი არ ვიცი. ამოდიოდნენ ნელ-ნელა ზედაპირზე ჩნდებოდა ეს შავი წერტილები. მე ეს რაღაც არ დავიჯერე, რადგან მეგონა ტყუილი ვიდეო, ფეიკი, თუ როგორც არის და გადავწყვიტე რომ გემეკეთებინა მეც ესეთი რაღაც. ეხლა ვაკეთებ ამას თბილ წყალზე, ორთქლზე, ნახოთ რა იქნება. მე ჩავიხედებ მიკროსკოპში და ისეც შევამოწმებ. ახალს არ ქონდა, ანუ არ ჩანდა და თუ გამოჩნდება ამ დაორთქლის შემდეგ. მაინტერესებს. თითქოს ჩნდება ნელ-ნელა შავი წერტილები, არ ვიცი თავიდან იყო თუ არა. ობიექტს წმინდაო, უბრალოდ. იმას ამოუტრილებ და დავხედავ აქედან. თუ არა. ხო. იზრდება ეს რაღაცეები ტემპერატურის ცვლის შემთხვევაში. მოდი ახლა ამ ყველაფერს მიკროსკოპში განახებ რა იქნება, ორივე მხარეს შევხედოთ მიკროსკოპში და წესით უფრო დიდად უნდა გამოჩნდეს ეს ყველაფერი. აი მიკროსკოპში კი ჩანს. ეს რამდენად უნდა გავაჩერო ერთი წამი. თუ კარგად დაინახოთ. ეს არის შავი რაღაც მატერიალია თუ რაიმე არსება, არ ვიცი. მე შავს რას ხედავთ. ქვეშ უნდა ახლა გაცხელებული ლამპუჩკა რა თქმა უნდა, ანუ შესაბამისად ცხელი სითბო მისთვის მაგას და წესით უნდა მოძრაობდეს ან რაღაცა, მაგრამ რეაქცია აქვს მარტო ორთქლზე. ეხლა დავორთქლავ, შეიძლება ლინზად დაიორთქლოს, მაგრამ დაინახავთ ამ ყველაფერს როგორ მოძრაობს. არ ვიცი, თქვენ თუ იცით ამიხსენით რა არის ეს. ესეთი რაღაცები პირბადეში მრავლად არის. ორთქლავ და ეგრევე რეაქცია აქვს, ეგრევე. აი შებერვით კიდე გაჩერდეს. შებერვით ახლა შეუბერავ. თლიანი გადავარდა. მაგრამ კიდევ ერთხელ დავორთქლავ.
ეს იყო დაურთქლებით მოძრაობს. აი უბერავ და არ იცვლის ფორმას. ეხლა ორთქლს მივუშვებ, დაურთქლავ და ვნახოთ რა ისწავს. მადლობა ყურადღებისთვის. აბა კარგად.